ეს სტრატეგიის ცვლილება საოცარია. 6 თვის განმავლობაში აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო სტრატეგია განახორციელეს. მათ ათასობით ტონა საბრძოლო მასალა ჩამოაგდეს ქვეყნის მასშტაბით სამიზნეებზე. სათვის დარტყმებში მათ მოკლეს უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი. მათ გაანადგურეს ძირითადი ბირთვული ობიექტები, სამხედრო ობიექტები, ელექტროსადგურებები და სარდლობის ცენტრები. ამ დარტყმებმა ირანს მართლაც სერიოზული ზიანი მიაყენა. ამან დააზიანა მათი სამხედრო შესაძლებლობები, მაგრამ ტერორისტული რეჟიმი არ დაამარცხა. მათ მთელი დარჩენილი სამხედრო ძალა ერთ სტრატეგიულ მიზანს მოახმარეს: ჰორმუზის სრუტის კონტროლს. ჰორმუზი. როდესაც საკმარის ეკონომიკურ ზეწოლას ახდენ, მაშინაც კი ზესახელმწიფო მოლაპარაკებას ამჯობინებს სამხედრო ესკალაციას. მაგრამ ეს წარმატება შეუმჩნეველი არ დარჩენილა და ახლა ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ზუსტად იგივე სტრატეგია გამოიყენოს, მაგრამ ირანის წინააღმდეგ. საფინანსო მდივანმა სკოტ ბესენტმა გამოაცხადა ოპერაცია ეკონომიკური გარიყვა. რა თქმა უნდა, მას აქვს სერიოზული ნაკლოვანებები, მაგრამ გასაკვირია, რომ ეს არ არის ის რეალური ნაკლოვანებები, რაზეც მედია გეუბნებათ, რადგან მეინსტრიმ მედიას ეს საკითხი სრულიად არასწორად აქვს გაგებული. ყველანი შეპყრობილნი არიან იმაზე ფიქრით, დააწესებს თუ არა აშშ-ს სანქციებს ჩინეთზე, მაგრამ აშშ-ში უკვე რამდენიმე ნაბიჯით წინ არის. აშშ-ს არ სჭირდება ჩინეთისთვის სანქციების დაწესება და არც ჩინეთის დარწმუნება თანამშრომლობაში, რადგან საზღვაო ბლოკადა უკვე თითქმის ავტომატურად აჩერებს ირანის ნავთობის გაყიდვებს. ეს არის გადამწყვეტი მომენტი, რომელსაც ყველა გამორჩენს. ფებრუარში, როცა კონფლიქტი დაიწყო, ირანი ჩინეთში დღეში 1,47 მილიონ ბარელ ნავთობს აგზავნიდა, ხოლო აგვისტოში ეს მაჩვენებელი დაეცა 500,000 ბარელამდე დღეში, რაც დაახლოებით 6 თვეში დამანგრეველი 66%-იანი ვარდნა. ამ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად სურთ მათ ირანთან თანამშრომლობა, ან მზად არიან თუ არა ნავთობის შესაძენად. ნავთობი ვერ გადის ქვეყნიდან. ხედავთ, ეს ეკონომიკური დიდღის გეგმა მრავალმხრივია და ირანს სხვადასხვა მიმართულებით ურტყამს. მხოლოდ ჩინეთზე კონცენტრირება შეცდომაა. ეს ეხება ყველა ალტერნატიულ არხს, რომელსაც ირანი აუცილებლად ეცდება გამოიყენოს, როცა ნავთობის გაყიდვები მთლიანად შეწყდება. გახსოვდეთ, ეს 65% მხოლოდ გაიზრდება. ასე რომ არსებობს დუბაის ჩრდილოვანი საბანკო ქსელები და თურქეთის კონტრაბანდის მარშრუტი ერაყ-ირანის შრუტები, ერაყ-ირანის საზღვარზე რუსეთის ფინანსური ქსელები, რომლებიც ფულს არატრადიციული არხებით გადააქვთ და ვენესუელის ბარტერული შეთანხმებები, სადაც ქვეყნები ტრადიციული ფინანსური სისტემების მიღმა საქონელს ცვლიან. ირანის ერთ-ერთი პროქსი ჰეზბოლა მსოფლიოში ნარკოტიკებით ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა და როგორ ფიქრობთ, სად მიდის ეს მთელი ფული? ეს ის ფულია, რომლის დასანქცირებასაც ოპერაცია ეკონომიკური გარიყვა ცდილობს და სწორედ ამიტომ ეს შეიძლება მართლაც იმუშაოს.